Biznes რეკეტის შემთხვევა ვინ და რატომ ემუქრებოდა ბაკურიანში მდებარე სასტუმროების მფლობელებს. მცირე მეწარმეები რაიონული პოლიციის ხელმძღვანელ პირებს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ. სახელდება კონკრეტული გვარები. კერძო ობიექტების მეპატრონეთა მტკიცებით სამართალდამცველებმა მათგან სასტუმროს რამდენიმე ნომრის უსასყიდლო დათმობა მოითხოვეს. ამ დრომდე არ არის ცნობილი დაიწყება თუ არა მითითებულ პოლიციელთა წინააღმდეგ გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ რაიონული პოლიციის მაღალჩინოსნებმა თანამდებობები უკვე დატოვეს. ბაკურიანში სასტუმროს მეპატრონეები ადგილობრივ პოლიციას რეკეტში ადანაშაულებენ. პროტესტის ნიშნად ერთ-ერთი სასტუმროს წინ შეკრებილი კერძო მეწარმეები ყვებიან, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის პოლიციის უფროსებმა ისინი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს და ზამთრის სეზონზე უსასყიდლოდ სასტუმროს 33 ნომერი მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაიმუქრნენ. მოხდა ისე, რომ ბაკურიანის მილიციაში დაიბარეს სასტუმროს მეპატრონეები ადგილობრივი და მოთხოვეს მათ, რომ ყოველთვის პოლიციისთვის და მათი სტუმრებისთვის ქონოდათ ასე ვთქვათ გადანახული ნომრები. საკმაოდ ისეთი კაცრი ტონით მოსთხოვეს ბაკურიანელებს და სხვადასხვა სასტუმროს მეპატრონეებს ამ პირობის შესრულება. ამას საუბარს რამდენადაც მე ადგილობრივებმა და სასტუმროს მეპატრონეებმა მომიყვნენ, ესწრებოდა ბაკურიანის და ბორჯომის მილიციის უფროსები. საუბარია ბაკურიანის პოლიციის უფროს ავთუ ადამაძესა და ბორჯომის პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროს პაატა გვალიაზე. სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ პოლიციელების მოთხოვნას სასტუმროს რამდენიმე მეპატრონე დაემორჩილა. ნაწილმა კი სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული შანტაჟის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნების ადგილობრივ ოფისს მიაწოდა. ყველა ბაკურიანის სასტუმროს მფლობელი დაიბარეს პოლიციაში და სთხოვდნენ ასე. კი, მაგრამ არავინ არ ყოფილა, არავინ არ მოსულა, შეწუხები არ მომხდა. ფაქტი არ მომხდა. მაგალითად მე არა. ყველა დაგვიბარეს და მიგვიყვანეს გვითხრეს, რომ 2-3 დღით თუ იქნება. ფაქტი, როგორც ფაქტი, რომ ვიღაცა მოეყვანათ არ ყოფილა. ეხლა ის დაიბარებენ ამდენ სასტუმროს მეპატრონის რატო დაბას გამოვიდა რა არავინ გაიგებდა მას? ძენელი გასაგები იყო? რა ვიცი. პოლიციის შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. მეცხრე არხის ინფორმაციით ბორჯომის პოლიციის უფროსი პაატა გვალია 2 დღის წინ ხელმძღვანელობამ თბილისში გამოიძახა და იგი რეგიონში ამ დრომდე არ გამოჩენილა. რაც შეეხება ბაკურიანის პოლიციის უფროსს, მისი თანამშრომლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ავთუ ადამაძე თანამდებობიდან გადადგა. ავთუ ადამაძე და როდიდან აღარ მუშაობს? გუშინდელიდან და რატო გავუშვეს მოსაყურებლად? პოლიციელების გათავისუფლებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაკურიანის პოლიციის უფროსი ავთუ ადამაძე და ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი პაატა გვალია მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოლიციელების საქმით სავარაუდოდ პროკურატურაც დაინტერესდება.